Antidiscriminațიული კანონის ირგვლივ კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი მომავალ კვირას მეორე მოსმენით უნდა გაანახილოს. თუმცა სახალხო დამცველიც და არასამთავრობო სექტორიც აცხადებს, რომ ვარიანტი, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, კრიტიკას ვერ უძლებს. იუსტიციის სამინისტროში დაწერილი კანონი მთავრობამ შეცვალა და პარლამენტს ისე წარუდგინა. ოპონენტებს აინტერესებთ საწავიდა ის პუნქტები, რომელიც პირველ ვარიანტში იყო. უჩანანოაშვილი პარლამენტს რეკომენდაციებსაც უგზავნის. Antidiscriminațიული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას მეორე მოსმენით განიხილავს, კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება. მთავრობის მიერ შემუშავებულ ვარიანტზე სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დღეს ქორთიართ მერიოდში იმსჯელა. ომბუდსმენი ითხოვს დისკრიმინაციული ფაქტის გამოვლენისას კანონდარღვევის სასამართლომ დააჯარიმოს. არა სახალხო დამცველმა და არა ინსპექტორმა, არა რაიმე ორგანომ, რომლის გადაწყვეტილება და რომლის ადმინისტრაციული აქტის შესაძლოა გასაჩივრდეს და შესაძლოა ეს გახდეს დავისაგანი. არასამთავრობო სექტორი კანონპროექტიდან ინსპექტორის ინსტიტუტის გაქრობასაც აპროტესტებს. დაჯარიმების ფუნქცია, მიუხედავად იმისა, ვინ განახორციელებს ამ ფუნქციას, ეს იქნება ინსპექტორი, სახალხო დამცველი თუ სასამართლო, კანონპროექტი ზოგადად ამ ფუნქციას არ ითვალისწინებს. მოხდეს კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება, რომლის მიხედვითაც ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. Amnesty International წერს, რომ პრემიერის ეს განცხადება კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს დროშის საეჭვოდ დაემთხვა. საერთაშორისო ორგანიზაცია კანონპროექტის ეფექტურობას ეჭქვეშ აყენებს. ცვლილებები, რომელიც კანონპროექტს არსებითად ცვლის, მნიშვნელოვნად ამცირებს მის შესაძლებლობებს ეფექტურად განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული ფუნქცია. რატომ შეიცვალა კანონპროექტი პარლამენტში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე? კითხვა იუსტიციის მინისტრს დავუსვით. ის პროექტი, რაც არის შესული პარლამენტში, ამას ყველამ ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ანტიდისკრიმინაციულ სფეროში ბრძოლა არის პროცესი. წინა კანონპროექტი რომ მიიღოს ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ, უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის. კანონპროექტის დღეს არსებული რედაქცია არ მოსდოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი დოკუმენტს ფარატინა ქაღალდს უწოდებენ. ერთადერთი მიზანი, რისთვისაც პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს კანონი, არის რომ ის იყოს ქმედითი, რათა დისკრიმინირებულმა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებულია უმრავლესობის წევრების პოზიცია. გია საგარეიშვილი არსებულ ხარვეზებს ადასტურებს, მანანა კობახიძე კი კანონპროექტში სერიოზულ პრობლემებს ვერ ხედავს. შესაბამისი, ასე ვთქვათ, ფუნქციები ამ კანონის მიხედვით ჩვენ გადავეცით დელეგირება ამ ყველაფრის მოვახდინეთ სახალხო დამცველს. საკანონმდებლო ორგანო ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მეორე მოსმენით სამშაბათს განიხილავს.